ვაგრძელებთ თბილისის კერძო სკოლების მიმოხილვა, სადაც 27%-ში სწავლის წლიური საფასური 6000 ლარზე ნაკლებია, 46%-ში კი 6000-დან 12000 ლარამდე მერყეობს, ხოლო 27%-ში 12000 ლარზე მეტია. ამ შესახებ TBC კაპიტალის მიერ მომზადებულ ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის მიმოხილვაში წერია. როგორც მიმოხილვაში აღნიშნული, კერძო სკოლებში სწავლის საფასურზე რამდენიმე ცვლადია პასუხისმგებელი, მათ შორის პერსონალი და მათი კვალიფიკაცია, სასწავლო გეგმა, ინფრასტრუქტურა, ადგილმდებარეობა, დამატებითი აქტივობები, მოსწავლეებისთვის და სხვა. მიმოხილვაში ასევე წერია, რომ კერძო სკოლების რაოდენობა წლების განმავლობაში მცირდება, როგორც თბილისში, ასევე სხვა დიდ ქალაქებში. კერძოდ 2018-2019 სასწავლო წელს ქვეყანაში 228 კერძო სკოლა ფუნქციონირებდა, 2024-25 სასწავლო წელს კი მათი რაოდენობა 208-მდე შემცირდა. TBC კაპიტალის მიხედვით, კერძო სკოლების რიცხვის კლება შერწყმა გაერთიანების ტრანზაქციებსა და ავტორიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება. მეორე მხრივ კი კერძო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობა იზრდება, თუმცა ძირითადად თბილისის და ბათუმის ხარჯზე. ზრდას აჩვენებს კერძო სკოლების შემოსავლები, მაგალითად, კერძო სკოლების შემოსავლებმა 2023 წელს 242 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. როგორც მიმოხილვაში აღნიშნული, სწავლის გაზრდილი გადასახადი და მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა შემოსავლების ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის არის. მიღმა TBC კაპიტალის მიმოხილვისა, კერძო სკოლები ახალი სასწავლო წლისთვისაც სულ მალე აქტიურ სამზადისს დაიწყებენ. რა ვითარებაა სექტორში, ძვირდება თუ არა კერძო სკოლებში სწავლა, თემაზე საუბარს თინათინ თოფურიასთან, იუჯი სკოლა ადმინისტრაციის უფროსთან ვაგრძელებთ. თინათინ, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. გამარჯობა, მადლობა მოწვევისათვის. თინათინ, უპირველესად საუბარი მინდა დავიწყო გადასახადთან დაკავშირებით. თითქოს ყოველთვის არის ამაზე საუბარი, რომ ყოველწლიურად არის ხოლმე გარკვეულწილად ზრდა საფასურის კერძო სკოლებში სწავლის. იუჯის შემთხვევაში წელს როგორი მდგომარეობა და რა იწვევს ხოლმე ძირითადად სწავლის გადასახადის ზრდას? რა არის ის მთავარი ფაქტორები? სხვადასხვა იყო წლების განმავლობაში, თუმცა ძირითადი ფაქტორი არის მაინც ხელფასების ზრდა, რაც მზარდი ხელფასები ანაზღაურება პედაგოგების, თქვათ, რაღაც 5%-ით, 10%-ით ყოველწლიური, თქვათ, ზრდა. ეს შემსაბამისად უკვე სკოლას მოუწოდებს იქითკენ, რომ მინიმუმ 3 წელიწადში ერთხელ, თქვათ, ჩვენ როგორც ვაკეთებთ, თქვათ, 15%-ით გაზარდოს საფასური. რადგან ყოველწლიურად მას უწევს თავად, რომ გაზარდოს 5%-ით, თქვათ, საბიუჯეტი ხელფასების და მთლიანად სკოლა აწყობილია ხელფასებზე, ანუ ჩვენი მსახურეობა. ამიტომ მთლიანად შემოსავალი გადის შემდგომ გასავალიც არის ხელფასების და ეს ზრდა ხელფასების ჩვენ სერიოზულად გვავალდებულებთ, რომ გავზარდოთ შემდგომ გადასახადი. თუმცა სკოლა, ეხლა ჩვენი სკოლა მაინც სპეციფიური არის, რაღაც საერთაშორისო სკოლა ვართ და ბევრი არ არის საერთაშორისო სკოლა, საერთაშორისო სკოლებში, ანუ რომელიც საერთაშორისო ატესტატს გავცემთ, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ყველაზე დაბალ ტარიფს, ანუ ყველაზე იაფფაციანი საერთაშორისო სკოლა ვართ. თუმცა ჩვენი ზრდაც, ეხლა ჩვენი გადასახადის ზრდაც მოსალოდნელი იქნება მაინც ჯერ კიდევ ამ 3 წლის განმავლობაში. ესეთ პლატოზე არ გავსულვართ ჯერ იქ, სადაც თქვათ ვიტყოდით, რომ აღარ მოვამატებთ რაღაც წლების განმავლობაში გადასახადს, ესე ვერ იქნება. ძირითადი ამის მიზეზი არის ის, რომ ბევრ სკოლაში ჩაიდო, ეხლა შემოვიდა თქვათ საქართველოს ბანკის ჰოლდინგი არის, რომელმაც თქვათ შეიძინა გარკვეული სკოლები, საერთაშორისოები გახადა, საერთაშორისო სკოლები გააფართოვა და ამიტომ დასაქმება, თქვათ, ჩვენი პედაგოგების ანაზღაურება უნდა გაიზარდოს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში სხვა სკოლები წაიყვანენ, ხო, ამ პედაგოგებს და კონკურენცია მეტი გაჩნდა საერთაშორისო სკოლებს შორის. ამიტომ ჩვენს გვიწევს, რომ გადასახადი მოვამატოთ, რომ შევინარჩუნოთ ის კადრები, რომლებიც გვყავს. ანუ ეს კადრები არ არიან ჩვეულებრივი კადრები, ეს არიან კადრები, რომელსაც შეუძლიათ ინგლისურ ენაზე ასწავლონ, მათემატიკა, ბუნების მეთოდება და ასე შემდეგ. კი ბატონო. თინათინ, ამ კვლევაში, რომელიც მე მომიშველია TBC კაპიტალის კვლევას გულისხმობ, წერია ისიც, რომ წლიდან წლამდე იზრდება, მოკლედ შემოსავლების ნაწილიც კერძო სკოლების შემთხვევაში და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მოთხოვნა იზრდება კერძო სკოლებში სწავლასთან დაკავშირებით. თქვენ შემთხვევაში, იუჯის სკოლის შემთხვევაში, როგორია მომართვიანობა, რამდენად ზარდია ყოველწლიურად და წლევანდელი სასწავლო წელი არის თუ არა ამ მხრივ გულისხმობ მომართვიანობას გამორჩეული? იცით რა არის, ჩვენ ამას ვგრძნობთ, გულისხმობთ მომართვიანობას ნამდვილად,
განსაკუთრებით შარშანდელი წელი შემიძლია აღვნიშნოს, შარშანწინდელი და შარშანდელი წელი ყველაზე მეტი იყო მომართვიანობა სკოლაში, რადგან მაშინ იყო რუსული ნაკადით მოსახლეობის დრო შემოვიდა ქვეყანაში და ყველა საერთაშორისო სკოლა მით უმეტეს აინტერესებდათ. გარდა ამისა, კონკურენცია გაცდა სერიოზული ბაზარზე, იმიტომ რომ ჯერ არ იყო გაფართოებული სკოლები, იმიტომ რომ ეხლა რაც მოხდა, რაც გაიხსნა ფაქტობრივად უბნის კერძო სკოლები გაიხსნა, ხო, თქვათ მწვანე სკოლა ფართოვდება, ბავშვებმა მეორე ფილიალი გახსნა, სხვა სკოლები გაფართოვდნენ, ეს ჯერ არ იყო მომხდარი, შენობები გაზარდა ლოგოსმა ახალ და ამიტომ იყო ძალიან დიდი ნაკადი მოსწავლეების და ჩვენ ვერ აუდიოდით კერძო სკოლები. ეხლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნელ-ნელა დაბალანსდა წელს. ჩვენზე ეს კონკრეტულად მოსწავლეების რაოდენობის ზრდაზე არ იმოქმედა, იქიდან გამომდინარე, ჩვენ სავსე ვიყავით, ჩვენ ინფრასტრუქტურა რასაც უძლებდა, ეს უკვე მიღებული ყავდა მოსწავლეები და ჩვენ სტაბილურად ისე ვაგრძელებთ იგივე რაოდენობის მიღებას. ანუ არაფერი ჩვენთვის არ შეცვლილა. ანუ ჩვენ ვერ ვისარგებლეთ იმ მოზღვევებული ნაკადით, ასე ვთქვათ, მოსწავლეების რაც იყო ბაზარზე. და არც არის ამის მიზანი ჩვენი მაინც უფრო ხარისხზე და არა რაოდენობაზე ორიენტირებული არის. თუმცა ეხლა გაჯერდა, შემიძლია ვთქვა, წელს მაგალითად აღარ არის ისეთი სიტუაცია, სადაც მართლა აი 200 ბავშვი ჩაწერილი ყავს სიაში და ვერ იღებ ვერც ერთს. ანუ ეს სიტუაცია ნამდვილად აღარ იყო წელს მიღების დროს. კი ბატონო, თინათი რადგან საუბრობთ მათ შორის კონკურენტულ გარემოზე, იმ ნაწილში რომ თქვენც ახსენეთ, რომ მუდმივად ფართოვდებიან, ჩნდებიან ახალ-ახალი კერძო სკოლები და ასევე ახსენეთ პერსონალის კვალიფიციური კადრების აუცილებლობა ამ მთლიან პროცესში. ის რომ კომპანიები მუდმივად ზრდიან სახელფასო, ასე ვთქვათ, ხელფას, ესეც გასაგებია, თუმცა რამდენად არის გამოწვევა კერძო სკოლების შემთხვევაში დეფიციტი კვალიფიციური კადრების, უშუალოდ UG სკოლის შემთხვევაში თქვენ ახსენეთ ისიც, რომ სპეციფიკა თქვენი კიდევ განსხვავებულია, ინგლისურენოვანი სპეციალისტები უნდა იყვნენ სხვადასხვა მიმართულების. აი ამ ნაწილში რამდენად არის პრობლემები? ძალიან დიდი პრობლემები არის, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ეს პრობლემები წლიდან წლამდე ნელ-ნელა უკვე გვარდება საქართველოში. ახალგაზრდა მაინც თაობა წამოვიდა მეცნიერების, ფიზიკოსების, ბიოლოგების გოგონები და ბიჭები, რომლებმაც იციან ინგლისური და ეს სულ რაღაც 5-6 წლის წინ უკვე ჯერ კიდევ პრობლემა იყო. როგორ შევა, ვთქვათ, ქიმიის მასწავლებელი, რომელმაც იცის ინგლისური, ხო? ეს ნელ-ნელა, თუმცა ბევრად ნელა მიდის ამ ხრივ პროცესი, ვიდრე ჩვენ გვინდა რომ მიდიოდეს, იმიტომ რომ სკოლები უფრო მეტი და მეტი ჩდება, ვინც ინგლისურენოვან განათლებას თავაზობენ და ბაზარზე ძალიან დიდი არის ახლა მოთხოვნა. ჩვენ ერთადერთი რითიც ავუდივართ ამას, რაღაცნაირად ვარეგულირებთ და ვცდილობთ, რომ აი ამ გადასახადებში ჩავატიოთ, რაც ჩვენ გვაქვს, ვთქვათ, მიწოდებული მშობლებისათვის და მივცეთ მათ საერთაშორისო პროგრამებზე წვომა, არის ის, რომ საქართველოს უნივერსიტეტი გვიდგას რეალურად ზურგს უკან და მათ ყავთ ბიოლოგიის, ქიმიის და სამეცნიერო გუნდი ყავთ, რომელთაც ყოველთვის ყავთ ლაბორანტები, მეცნიერები, რომლებიც ზადარიან, რომ რაღაც საათები სკოლაშიც ჩაატარონ. ახლა ეს იმხელად ახმარება არის, რაც სხვა სკოლებს, ვთქვათ, ამ ხრივ ბაზები არც ლაბორატორიები არ აქვს და ჩვენ ცოტათი იოლად გამოვდივართ და ცოტათი უფრო იაფად ბაზარზე. ეს არის ჩვენი, ვთქვათ, მომგებიანი მხარე, თუმცა ეს ყველას არ აქვს და ის სანთლით ეწებენ. ჩვენს პედაგოგებზეც სერიოზული ნადირობა მიდის ხოლმე ყოველ წელს. ეს არის რეალობა, ანუ გადიან გასაუბრებებზე, ძალიან მაღალი არის გადასახადები ინგლისურენოვანი პედაგოგების და ჩვენ სტუდენტებსაც სულ ამას ვეუბნებით საქართველოს უნივერსიტეტის, რომ რეალურად წამოდით მასწავლებლობისკენ, გაეცანით საერთაშორისო პროგრამებს, იმიტომ რომ უზარმაზარი ანაზღაურებებია საკმაოდ დიდი, რაც ახლა თბილისში არის, ხო, სახელფასო, საშუალო ხელფასი და იმაზე მაღალი, ბევრად მაღალი არის, ვთქვათ, კემბრიჯის პედაგოგის ანაზღაურება, რომელიც, ვთქვათ, ინგლისურ ენაზე ასწავლის ბავშვს მათემატიკას, ხო? ამიტომ რაღაც ახალგაზრდებიც ნელ-ნელა უკვე ინტერესდებიან. ეს კარგი ტენდენციაა. კი ბატონო, რეგისტრაციის ვადებზეც უნდა გკითხოთ, მომართვიანობა თუ დაიწყო უკვე UG სკოლის შემთხვევაშიც და მათ შორის წელს რამდენ ახალ მოსწავლეს ელოდება სკოლა. თქვენ ახსენეთ ისიც, რომ ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით უკვე მაქსიმალურად ვეღარ ახდენთ იმაზე მეტის მიღებას, ვიდრე ამას ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს. წელს რა რაოდენობაზე მკეთდება აქცენტი? წელს ჩვენ გვეყოლება როგორც შარშან და იმის წინ 3 პირველი კლასი, ჩვენ სტაბილურად უკვე ეს წლები არის ვიღებთ 3 პირველ კლასს მხოლოდ. ძოლად 5-6 ვიღებდით, მაგრამ გაჯერებული ვართ საკლასო ოთახების რაოდენობა მეტი არ გვაქვს. გარდა ამისა, ჩვენ გადავედით ბრიტანულ სტანდარტებზე, რადგან კობისის ავტორიზაცია გავიარეთ, ასე ვთქვათ, ანუ ბრიტანული სკოლა გავხდით, წელს პირველი ეტაპი გავიარეთ, რაც იყო შარშან ჩვენი მიზანი და ამ ზაფხულს დასრულდა ეს პირველი. კი, მახსოვს ამაზე ვსაუბრობდით, გეგმებს შორის იყო ეს და გილოცავთ ამ წარმატებას და მიღწევას. დიდი მადლობა, ძალიან დიდი შრომა ჩატო სკოლამ ამისთვის და გავიარეთ და რეალურად ქართული სკოლის გარდა ახლა უკვე ვართ ბრიტანული სკოლაც და ბრიტანულ სკოლას კიდევ თავისი შეზღუდვები და
ეს ხარისხის მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ გარკვეულ ხარისხთან მიმართებაში, გარკვეულ საკითხებზე და ეს ზღუდავს ასევე კიდევ სკოლის მოსწავლეების რაოდენობას სკოლაში. ამიტომ სამ კლასზე მეც არ ვარაუდობთ არც შემდეგ წელს რომ მივიღოთ. ის კი არა შეიძლება ცოტათი კიდევ შემცირდეს. კი ბატონო. კლასზე დავიდეთ. თინათინ სიახლე ახსენეთ თქვენ მნიშვნელოვანი იუჯის სკოლაში ეს რა შესაძლებლობაა ეს რა დამატებითი შესაძლებლობაა იუჯის სკოლის ასე ვთქვათ კლასდამთავრებულების და ასევე ზოგადად იმ მოსწავლეებისთვის რომლებიც დაინტერესებულები არიან იუჯის სკოლაში სწავლით რა ახალ კარს ხსნის მოკლედ ეს სიახლე ეს არის როგორც ვთქვათ ეს დაახლოებით ისეთი რაღაცა A level, იცით რომ IB და A levels, ესენი არის საერთაშორისო პროგრამები, რომელიც თბილისში დღეს ჩვენ სკოლები ვაწვდით მოსწავლეებს, რომლებიც თქვათ ბავშვი რომელიც ჩააბარებს თქვათ ამ A level-ის გამოცდებს, ან ჩვენ სკოლაში ისწავლის, ან IB-ის სკოლებში ისწავლის, რამდენიმე სკოლა ესე თბილისში. ისინი მიდიან საზღვარგარეთ ისე რომ დამატებითი არაფერი გამოცდების მომზადება არ უწევთ, პირდაპირ ატესტატით აბარებენ, ხო? ჰარვარდში, კემბრიჯში ნებისმიერი უნივერსიტეტი იღებს ჩვენი სკოლის ატესტატს და თქვათ IB ატესტატებს, რომელიც აკრედიტირებული სკოლები არის IB-ის ხო თბილისში. ეს ფაქტურად უკვე გაკეთებული ქონდა ჩვენ სკოლას და ჩვენი მოსწავლეები ამით უკვე სარგებლობენ. თუმცა ამის ზევიდან არის ის რომ ხარისხი და ხარისხი თქვა ჩვენ თუ ქართული სკოლის ხარისხით ვაწვდით ჩვენ ამ განათლებას ბავშვებს რაც იყო ავტორიზირებული ქართული სკოლა ვიყავით. ეხლა უკვე გამოდის რომ ჩვენ ბრიტანული ხარისხით ვაწვდით. ანუ ნებისმიერი სკოლა ბავშვი და მშობელი რომელიც ჩვენ სკოლაში აბარებს ის უკვე დარწმუნებულია რომ მისი შვილი ბრიტანულ ხარისხის განათლებას იღებს იმიტომ რომ იცის რომ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის აკრედიტირებული და კონტროლირებადი ეს პროცესი. ანუ ეს არის გარანტიას აძლევს რეალურად ჩვენს მოსწავლეებს ხარისხის. ანუ ეს რაც მოხდა არის ხარისხის გარანტია ჩვენი მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის. კი ბატონო, თინათინ რომ შევაჯამოთ იუჯის სკოლის ასე ვთქვათ ოპერირება და მათ შორის სამზადისი 2025 წლის ახალი სასწავლო წლის რა არის ის სიახლეები, რითაც ხდება ახალ სასწავლო წელს სკოლა და რა არის დაგეგმილი ამ პერიოდის განმავლობაში? ესე იგი სიახლე არის რომ ჩვენ მთლიანად ეს აკრედიტაციის ფარგლებში ბრიტანული ახალი სახალხო სისტემები, ახალი უსაფრთხოების მთელ ინფრასტრუქტურა ეგება სკოლაში და რემონტიც გაკეთდა შესაბამისი და მოსწავლეებს გავხდებით ძალიან ლამაზად და რაც თავარია ძალიან უსაფრთხოდ, იმიტომ რომ დაახლოებით 10-ჯერ უფრო უსაფრთხო გარემო იქნება ელექტროობიდან დაწყებული ყველანაირი სისტემებით, რაც ბრიტანული სკოლა მოიცავს, რასაც ეს ამით ვიწყებთ და ბრიტანულ პროგრამებთან ერთად, რომელიც ჩვენ სკოლაში სინთეზურად არის ქართულ პროგრამებთან შერწყმული არის, ერთად გავაგრძელებთ სწავლას უკვე მეორე ეტაპის აკრედიტაციისკენ, რომელიც მოიცავს უკვე კურიკულუმს, ანუ სილაბუსებს და ბავშვების შეფასების ნაწილს, რაც ყველაზე რთული იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ველოდებით კიდევ ეროვნული გამოცდების გაუქმებასაც და ამასთან დაკავშირებით უნდა მეკითხა. აი ეს რა ცვლილებებს მოუტანს ზოგადად სკოლებს და როგორ იქნებოდა თქვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში თუ მართლა გაუქმდა ეროვნული გამოცდები, იქ შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმები განიხილება, მათ შორის მე-12 კლასის გამოცდა შერჩეულ საგნებში და მოკლედ სკოლის შეფასებაზე უფრო მეტი რაღაც იქნება უკვე დამოკიდებული. აი ამას როგორ შეაფასებდით? იცით რა არის ადამიანი რეალურად რაციონალურად მოაზროვნა ქვეყანაში ნებისმიერი ჩემი აზრით იტყოდა რომ მოსწავლეს, როდესაც უნდა მიეცეს საშუალება უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების და რაც თავარია გრანტის აღების, აქ უფრო მე გრანტის აღებაზე ვორიენტირებოდი და არა უნივერსიტეტში ჩაბარებაზე, იმიტომ რომ ხა კერძო უნივერსიტეტებს შეიძლება თავისი თავისუფლება ჰქონდეთ და ვთქვათ თავისი კრიტერიუმი ჰქონდეთ ბავშვის მიღების. მაგრამ საჯარო უნივერსიტეტებს რაც შეეხება და გრანტს რაც შეეხება, რომელიც უნდა მიიღოს სამინისტროსგან მოსწავლემ, ჩემი აზრით უნდა არსებობდეს შეფასების ობიექტური კრიტერიუმი. ანუ ყველა ადამიანი იტყვის, რომ 100 ბავშვიდან და თუ უნდა ავარჩიოთ ჩვენ, რომელმა უცმა ბავშვმა უნდა მიიღოს ესე იგი დაფინანსება და რომელი უნდა ჩაირიცხოს უნივერსიტეტში, ეს შეფასება უნდა მოხდეს ობიექტურად. ახლა ეროვნული გამოცდები, რასაც აკეთებს, ეს არის ობიექტური შეფასება, მეტი არაფერი, ანუ რაღაცა რაც გაკეთებულია უკვე ქვეყანაში, რატო უნდა გაუქმებულიყო, ჩემს იმამდე მართლა ვერ ხვდები, პასუხი ამაზე არ მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულო იქნება მთელი რიგი რეპეტიტორებისთვის, მასწავლებლებისთვის, რადგან მათ გაუჩნდებათ დამატებით საფასურის დამატებითი წყარო შემოსავლის, ხო, იმიტომ რომ ბავშვების მომზადება ერთ-ერთი კრიტერიუმი იქნება ნიშნის დაწერის. ყველამ ვიცით, რომ ეს ესე ხდება
ძალიან ეს მანკიერის სისტემა ასე ხდებოდა და ახლა ისე გადავალთ აქ. ანუ აღარ იქნება ობიექტური შეფასება ბავშვის, არამედ იქნება სუბიექტური, სუბიექტზე დამოკიდებული, ანუ კონკრეტულ რეპეტიტორებზე და მასწავლებლებზე. ვიღაც ბავშვი შეფასდება, იმიტომ რომ თანხასი ხდის, ემზადება იმ კონკრეტულ მასწავლებელთან შეფასდება 10 ქულით, ვიღაცა რომელიც არ იხდის თანხას, ის შეფასდება მაგალითად 7 ქულით. და ჩვენ ამის მიხედვით უნდა ბავშვს მივცეთ გრანტი. იგივე რაც შეეხება ეს ახლა საჯარო სკოლის სერიოზული პრობლემა არის, ჩემი აზრით, მშობლები ამას სერიოზულად უნდა აპროტესტებდნენ, იმიტომ რომ მათ მოუწევთ ყველას მომზადება საკუთარ მასწავლებლებთან, რომ 10-იანი მიიღონ, ხო? მაგრამ ეს ერთი რაც საჯარო სკოლის მშობელს და ბავშვს უნდა აღელვებდეს, მეორე კერძო სკოლის მშობელს რა უნდა აგვაღელვებდეს ჩვენ. ჩვენი მთელი მიზანი რა იყო, ხო? კერძო სკოლა მშობელს ეუბნება, რომ თქვენ თანხას იხდით განათლებაში და არა ნიშანში. და ჩვენ ნიშნებს ვწერთ ობიექტურად კერძო სკოლები, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში ის კერძო სკოლები, ვინც განათლებას უაწევთ ბავშვებს, ხო? და მით უმეტეს ჩვენ აგერ საერთაშორისო ორგანიზაციები შემოვიყვანეთ, ხო? კემბრიჯი უაფასებს ჩვენი ბავშვების ნიშნებს. კემბრიჯი ნამდვილად არ დაწერს 10-იან ქულას, იმიტომ რომ თანხას გვიხდით ჩვენო, ის დაწერს ობიექტურად ნიშანს, 6-იანს, 7-იანს, როგორც ეკუთვნის ბავშვს. გამოდის, რომ ჩვენი ობიექტური ნიშნები კერძო სკოლა რასაც დავწერთ, ვერასდროს კონკურენციას ვერ გაუწევს იმ ბავშვის ნიშნებს საჯარო სკოლაში, რომელიც რეპეტიტორთან ემზადება და ყველა შემთხვევაში 10-იან ქულას მიიღებს, იმიტომ რომ ფულს იხდის ამაში. ანუ რა გამოდის, საით მივდივართ, რომ ცოდნა აღარ იქნება შეფასებული სამინისტროს მიერ, გრანტს არ მიიღებს არა ცოდნა, არამედ ფულის გადახდა რეპეტიტორთან. ანუ გამოდის, რომ ჩვენ კერძო სკოლებიც მოწადინებული უნდა ვიყოთ 10, თუ ეს შემოვიდა ეს მანკიერის სისტემა, მე თუ დავინახავ, რომ ჩემი ბავშვი კაცო, კემბრიჯის გამოცდას აბარებს საერთაშორისოს და მათემატიკაში და 8-იანს იღებს, რომელიც 10 თავით ჯობია, რომელიღაცა სკოლის რაღაცა ბავშვს, რომელიც რეპეტიტორთან ემზადება, მაგრამ იმას 10-იანს დაუწერენ და ის მიიღებს გრანტს, მე ვალდებული ვიქნები მაშინ, რომ 10-იანები ჩამოუწიქტიკო, ხო, ჩემს მოსწავლეებს, რომ არ დაიჩაგრონ. ანუ ამას მივიღებთ საბოლოო ჯამში, რომ იქნება მანკიერის სისტემა, ვინც მეტ ფულს გადაიხდის, მეტ ნიშანს მიიღებს და ის მიიღებს გრანტს. ამიტომ მე ამას ძალიან მეშინია და ჩემი აზრით, მთელი საზოგადოება ეხლა ამას უნდა აპროტესტებდეს, ამ უკუსვას ყველანი უნდა ვაპროტესტებდეთ. ეს არის სერიოზული უკუსვა. თან ეს რაღაც რომ შემოდიოდეს, ახალი კიდე სხვა არის, კაცო, გაკეთებული რეფორმა იყო და ამის უკან წაღება არის ტრაგედია ჩემი აზრით. თეთრი ჩვენ მუდმივად საუბრობთ ხოლმე იმ ხარვეზებზე, რაც განათლების სისტემაში არის და ეს სიახლეც რა დამატებით ხარვეზი იქნება? მოკლედ, სამომავლო პერსპექტივაში რას მოგცემს? მომდევნო 5-10 წლის პერსპექტივაში რას შედეგს მივიღებთ? მთლიანად გადაწყობას მოგცემს. კერძო სკოლები იოლად მოერგებიან ამ სიტუაციას, რადგან თანხას მშობელი ისედაც იხდის. და ეს არის ტრაგედია, ხო? მე არ მინდა იოლად მორგება ამ სიტუაციაზე და ჩვენი მორალის და პრინციპის არასდროს არ დავთმოთ ბავშვის ნიშნების დაწერასთან დაკავშირებით, მაგრამ რეალურად ბაზარზე ეს ესე მოხდება. კერძო სკოლები მოერგებიან ბავშვებს ექნებათ 10 ქულები, რომ დაამთავრებენ მე-12 კლასს. საჯარო სკოლების მშობლები ინერვიულებენ ბევრს და ფულს დახარჯავენ, რადგან გადაიხდიან ბევრ ფულს იმისთვის, რომ 10-იანები ჰქონდეთ მათ შვილებს. და აი შესაბამისი 10-იანებით მერე წავლენ ბავშვები უკვე და მიიღებენ გრანტს. ეს მთლიანად მოშლის, ანუ განათლებაზე და ცოდნაზე არ იქნება დაფუძნებული, ფულის გადახდაზე გამოდის ისევ და როგორც იყო, ხო, ეს პერიოდი, რაც ჩვენ გვახსოვს, ცნობილი პერიოდი 90-იანების და 2000-ის დასაწყისების. რაც შეეხება ეს ეხლა რაც შეეხება ამ ზოგადად ამ რეფორმას, იმდენად ჯერ ბუნდოვანია, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ესე არ იქნება და რაღაცას გაითვალისწინებენ ობიექტური შეფასების კრიტერიუმს, ეროვნულს თუ გააუქმებენ, რაღაც სხვა შემოიღებენ. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაცია ჩართული არის კემბრიჯი და ის ობიექტურია, კიდე ეროვნული ჩაუბარებია ჩვენს ბავშვს, ჩვენი საატესტატო გამოცდები იგივეა, ჩვენ მაინც ობიექტურ ნიშნებს ვწერთ, კემბრიჯის ინსტიტუცია წერს, ხო? რაღაცა სხვას თუ შემოიღებენ, რაღაცას სხვას თუ გვეტყვიან, რომ იცით, აი ეს უქმდება, მაგრამ აი ჩვენ ობიექტურად შევაფასებთ, კი ბატონო, მაგრამ რეპეტიტორებზე დაყრდნობით ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ სწავლა აღარ იქნება ჩვენს ქვეყანაში, იქნება მარტო ფულის გადახდა. კი ბატონო, იმედია ეს ასე არ იქნება და შემუშავებული იქნება რაიმე სისტემა, როგორც თქვენ ამბობთ, რომელიც სამართლიანი შეფასების საშუალებას მოგცემს. მადლობა თინათინ ძალიან დიდი თქვენი დროისთვის, საინტერესო სტუმრობისთვის და მოკლედ წარმატებები უჯის სკოლას 2025 წლის სასწავლო წლისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა კიდევ ერთხელ თინათინ თოფურია იუჯის სკოლის ადმინისტრაციის უფროსი იყო ჩვენი სტუმარი.